მოგესალმებით. TV პირველის ეთერში თქვენ უყურებთ გადაცემას შენი სახლი, რომელსაც ახალი შოუ პროდაქშენი და ზონა 38 წარმოგიდგენთ. მე კი მისი წამყვანი ნათია ბადირეიშვილი ვარ. დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გველის. ჩვენ ნახავთ გასაყიდ და გასაქირავებელ ბინებს თბილისში და რეგიონებში. გადაცემის ბოლოს კი ტრადიციულად გავიგებთ თუ რომელ უძრავ ქონებას ერგო VIP სტატუსი. დღევანდელ გადაცემაში გვეყოლებიან საინტერესო სტუმრები. ავეჯის კომპანია ფუტონის თანადამფუძნებელი და დირექტორი თორნიკე გელდიაშვილი და კომპანია ჯეოდორსის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი გიორგი გოგიბერიძე. სანამ ვიდეო განცხადებების დათვალიერებას დავიწყებთ, მინდა შეგახსენოთ. იმისათვის, რომ მაყურებელმა გადაცემაში თქვენი ვიდეო განცხადება იხილოს, უნდა მიმართოთ ზონა 38-ის Facebook გვერდზე. განცხადება განთავსდება როგორც გადაცემაში, ასევე ინტერნეტ პლატფორმებზე, TikTok-ში, ზონა 38-სა და YouTube არხზე შენი სახლი. გადაცემის პარტნიორია საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია. გადაცემის პარტნიორია ვიფროფერტის ჯორჯია კომპანია, რომელიც გთავაზობთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა საუკეთესო პირობებით. ახლა კი ვიდეო განცხადებები. იყიდება ბინა. ამ ბინის ღირებულება $170,000. მდებარეობს სპორტის სასახლესთან, ხოლო ფართობი 76 კვადრატული მეტრია. დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დამკვეთს. სარეკლამო სტუდია ზონა 38 გთავაზობთ უძრავი ქონების ფოტო-ვიდეო გადაღებას და რეკლამას სოციალურ ქსელში. გადასაღებად დაგვიკავშირდით. იყიდება ბინა. ამ ბინის ღირებულება $122,000. მდებარეობს უნივერსიტეტის ქუჩაზე, ხოლო ფართობი 51 კვადრატული მეტრია. დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დამკვეთს. სარეკლამო სტუდია ზონა 38 გთავაზობთ უძრავი ქონების ფოტო-ვიდეო გადაღებას და რეკლამას სოციალურ ქსელში. გადასაღებად დაგვიკავშირდით. იყიდება ბინა. ამ ბინის ღირებულება $117,000. მდებარეობს მარშალგელოვანზე, ხოლო ფართობი 55 კვადრატული მეტრია. დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დამკვეთს. სარეკლამო სტუდია ზონა 38 გთავაზობთ უძრავი ქონების ფოტო-ვიდეო გადაღებას და რეკლამას სოციალურ ქსელში. გადასაღებად დაგვიკავშირდით.
გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ კვლავ ნახავთ რამდენიმე ვიდეო განცხადებას. მანამდე კი ჩვენს პირველ სტუმარს შემოგთავაზებთ. გადაცემის პირველი სტუმარია ავეჯის მწარმოებელი კომპანია ფუტონის თანადამფუძნებელი და დირექტორი თორნიკე გელდიაშვილი. თორნიკე, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. გამარჯობა, გვალობთ მოწვევისთვის. პირველ რიგში თქვენი კომპანიის ისტორიის შესახებ რომ გვიამბოთ. ჩვენ გახლავართ ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებისგან. თვითონ ფუტონი 2019 წლიდან, ასე ვთქვათ, შეიქმნა გაჩნდა ფუტონის იდეა და ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობთ ჩვენი მომხმარებლებისთვის, რომ შევქმნათ განსაკუთრებულად ხარისხიანი ავეჯი. თორნიკე, რომ მოამბობთ ჩვენს მაყურებელს, მაინც რას თავაზობთ კონკრეტულად თქვენს მომხმარებელს? ესე იგი, ჩვენ მომხმარებლებს თავაზობთ ინდივიდუალური ტიპის ავეჯის შექმნას, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლიათ დაგვირეკონ და ზუსტად ის გავუკეთოთ, რაც მოსწონთ, ან თუ დაუშვათ არ იციან ზუსტად რა უნდათ, დავეხმაროთ იმის გარკვევაში, როგორი ავეჯი იქნება მათთვის მისაღები და სასურველი. ანუ უწევთ პროფესიონალურ კონსულტაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დამეთანხმებით, რომ დღეს ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენცია და ამ მიმართულებით ძალიან საინტერესოა, რა არის თქვენი კომპანიის ძირითადი უპირატესობები. სწორად აღნიშნეთ, ანუ ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, თუმცა ქართული, ასე ვთქვათ, წარმოების ნაწილი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, ჩემი აზრით და ანუ ჩვენი, ასე ვთქვათ, დანიშნულებაც ის არის, რომ ჩვენი სიტყვა ვთქვათ, ასე ვთქვათ, ქართულ წარმოებაში და გავაკეთოთ ხარისხიანი ავეჯი. ჩვენი უპირატესობა ვფიქრობ არის ის, რომ ასე ვთქვათ, მომხმარებლებთან ჩართული ვართ ბოლომდე და წარმოების ყოველ ეტაპზე მომხმარებელი საქმის გულშია, როგორ ხდება ასე ვთქვათ, პროექტის შესრულება. შესაძლებელია მომხმარებლებისთვის სპეციალურად კომპიუტერული რენდერის შექმნა, ასევე შეგვიძლია შევქმნათ ვიდეო ანიმაცია, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომ ზუსტად დაინახონ ის, რასაც უკვეთავენ. ეს თავიდან არიდებთ შემდგომ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს და ზუსტად იციან უკვე სად რა სათავსო იქნება განლაგებული, რა ზომის იქნება, რა ფერის იქნება დამატებითი კომფორტია რა თქმა უნდა და შეფასების ნაწილშიც უფრო მარტივად ახერხებენ, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ვიზუალურად როცა ხედავენ, რა თქმა უნდა, ადვილად ირჩევენ. თორნიკე, თუ შეგვიძლია ვთქვათ, ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანია ბაზარზე ხართ. დიახ, ჩვენი ძირითადი მომხმარებლები გახლავთ ფიზიკური პირები. ასევე მომსახურებას უწევთ იურიდიულ პირებსაც, კომპანიებსაც და შეგვიძლია სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ასორტიმენტის შეთავაზება საჭიროების მიხედვით. თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან გამოცდილი გუნდი გყავთ, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და რომ გვიამბოთ, ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები. სწორად აღნიშნეთ, ჩვენ ასე ვთქვათ, ვართ სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანები ერთად შეკრებილი, რომლებიც ერთმანეთს ვაავსებთ. იმიტომ რომ ყავს საკმაოდ, ასე ვთქვათ, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ხელოსნები, რომლებთაც აქვთ უდიდესი გამოცდილება, აქვთ საკმაოდ მრავალფეროვანი ავეჯი შექმნილი. თუმცა, ანუ ყოველთვის ჩვენ შიდა, ასე ვთქვათ, წარმოების დროს მზად ვართ იდეებისთვის, ყოველთვის განვიხილავთ, როგორ შეიძლება გაკეთდეს უფრო ეფექტურად და უფრო ხარისხიანად ესა თუ ის, ასე ვთქვათ, შესაძლებელი საქმე და ჩვენი გუნდის გამოცდილება ამაში გვეხმარება და ერთგვარ თავდაჯერებასაც გვაძლევს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ რო ვიტყვით, რომ ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ ნაკლები დანახარჯებით, ეფექტურად და ისე რომ იყოს მისაღები, რა თქმა უნდა, შემკვეთისთვის. ძალიან საინტერესოა, რა ეტაპებს გადის მომხმარებელი, როდესაც ის თქვენ გიკავშირდებათ, მოდის შეკვეთის მიღებიდან დასრულებამდე და თუ შეგვიძლია რაიმე ვადების შესახებაც რომ ვისაუბროთ. კი ბატონო. ესე იგი, მთლიანი პროცესი რო შევხედოთ, ვფიქრობ, პირველ რიგში აუცილებელია, როცა ადამიანი იღებს, ასე ვთქვათ, ავეჯის შეძენაზე გადაწყვეტილებას, ზუსტად გაარკვიოს, რა ტიპის ავეჯის, ასე ვთქვათ, შეძენა სურს. ამისათვის, ჩვენ აღვნიშნეთ საუბრის დროს, რომ დაგეგმვის ნაწილი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. რადგან, როგორც წესი, პირველადი ვერსია, რასაც ვთავაზობთ ხოლმე მომხმარებელს და რასაც ჩვენ ვუმზადებთ, არ ასე ვთქვათ, რჩება იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ შევთავაზებთ მათ და ხდება, ასე ვთქვათ, გარკვეული კორექციების შეტანა. მომხმარებელს შეუძლია დამზადებამდე გითხრას ზუსტად რა ცვლილებების გაკეთება უნდა და ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ აუთვალისწინებელი შემთხვევები თავიდან ავირიდოთ.
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია, იმიტომ რომ დაგეგმვის შემდეგ მთელი პროცესი მიბმულია, ასე ვთქვათ, ამ დაგეგმვის ეტაპზე, როცა სწორად იგეგმება შემდგომ შესრულებაც უკვე ხდება გეგმის მიხედვით და მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით დაგეგმა. დაგეგმის შემდეგ ხდება უკვე ძირითადად მატერიალების შერჩევა. მატერიალების შერჩევის ნაწილში, ბაზარი რის საშუალებასაც გვაძლევს, ვცდილობთ რომ რენდერშიც და წინასწარ, ასე ვთქვათ, დიზაინშიც ის მატერიალები გამოვიყენოთ, თუმცა ვამჯობინებთ რომ მომხმარებელთან ერთად წავიდეთ მატერიალების შოურუმში, რომ თვითონაც ნახონ, ასე ვთქვათ, ზუსტად რა კატეგორიის მასალასთან იქნება, ასე ვთქვათ, კავშირი პროექტის განმავლობაში. ხდება ამ მასალის შერჩევა, როდესაც შეირჩევა მასალა, შემდგომ იწყება უკვე დამზადების ეტაპი. დამზადების ეტაპი ძირითადად მიმდინარეობს ჩვენ საწარმოში და დამზადების შემდგომ ხდება უკვე ამ დამზადებული ავეჯის ტრანსპორტირება მომხმარებელთან და შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. ეს გახლავთ, ასე ვთქვათ, სრული პროცესი, რაც სჭირდება ავეჯის შექმნას და შემდგომ, ასე ვთქვათ, დამონტაჟებას და დასრულებას. მაქსიმალურად ორიენტირებული ხართ კლიენტზე და მათ სურვილებზე. რადგან რამოდენიმე ეტაპისგან შედგება, შესაბამისად ამას გარკვეული დრო სჭირდება. საშუალოდ, პროექტის სიდიდის მიხედვით განისაზღვრება დროც და დაახლოებით ასე ვთქვათ, შეთანხმების ნაწილი, სადაც ხდება უშუალოდ კომუნიკაცია კლიენტთან და შერჩევა სწორი მოდელის და დიზაინის, ამას დაახლოებით სჭირდება 1 კვირა. როდესაც უკვე შევთანხმდებით ჩვენ რას ვაკეთებ და რა იქნება საბოლოო პროექტი, დამზადებას და მონტაჟს დაახლოებით სჭირდება 3 კვირა. საშუალოდ 1 თვემდე არის, ასე ვთქვათ, საორიენტაციო ვადა, რის განმავლობაშიც ხდება, ამ სრული პროცესის გავლა. რადგან საკმაოდ მრავალმხრივი პროცესის გავლა გვიწევს, დროც შესაბამისად, ამიტომ არის საჭირო და ვადები და ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან ისეთი ოპტიმალური ვადებია და საკმაოდ ისეთია. თქვენი ასორტიმენტის შესახებაც რომ გვიამბოთ. როგორც აღნიშნეთ, ჩვენ თავაზობთ კლიენტებს ინდივიდუალური პროდუქტის შექმნა. შესაბამისად, მოთხოვნაზე ვართ, ასე ვთქვათ, მთლიანად მორგებული, რადგან ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ გავაკეთოთ ნებისმიერი ცვლილება, სანამ დავიწყებთ დამზადებას. ასე რომ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ კლიენტის მოთხოვნა და ჩვენი შეთავაზებული პროდუქტებიც, მიზანი ჩვენი ეს გახავთ, ასე ვთქვათ. როგორც ვიცით, ძალიან ხარისხიანი მასალით მუშაობთ და ეს გადამწყვეტია ნამდვილად ავეჯის შერჩევის და დამზადების დროს და თქვენს რომ გვიამბოთ, რა მასალით მუშაობთ და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ პროდუქცია იყოს ძალიან ხარისხიანი. მასალის ხარისხი საკმაოდ მნიშვნელოვანია წარმოების დროს, რადგან პირდაპირ აისახება საბოლოო პროდუქტის ხარისხზეც. თვითონ წარმოების ნაწილშიც ჩვენთვის უფრო მეტად კომფორტულია, რადგან საშუალება გვეძლევა, რომ ჩვენი გამოცდილება და ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, გამოვიყენოთ და მაქსიმალური რეალიზაცია გავაკეთოთ. და ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო პროდუქტზეც და კლიენტის კმაყოფილებაზეც პირდაპირ აისახება. კიდე ნამდვილად ეს ეთყობა კიდეს თქვენ დამზადებულ ავეჯს, რაც პირადად ეს მაქვს ნანახი და ნამდვილად იგრძნობა ის ხარისხი. საინტერესოა შეუძლიათ თუ არა ჩვენს მაყურებლებს, რომ მოგმართონ საკუთარი დიზაინით, თავად მოიძიონ ესე თუ ის ფოტო თუ ვიდეო მასალა და გთხოვოთ, რომ აი მსგავსი დამზადება სურს. დიახ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, ესე იგი, რადგან ჩვენ კონკრეტულად ორიენტირებულები ვართ არასტანდარტული ავეჯის შექმნაზე, ძირითადად პროცესიც დაახლოებით ესეა ხოლმე, ჩვენ გვწერენ კლიენტები, დაახლოებით გვეუბნებიან, გვიხსნიან რა ჭირდებათ. ხშირ შემთხვევაში გვიგზავნიან ხოლმე თავიანთ, ასე ვთქვათ, შერჩეულ მოდელებსაც და შემდგომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ვაკეთებთ ამ მოდელების შეფასებას და ვამზადებთ, ასე ვთქვათ, კლიენტის სრულების შესაბამისად მათ შერჩეულ მოდელს. თუ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის თქვენთა ყველაზე ესეთი მოთხოვნადი მოდელები, თუმცა რადგან საკუთარ დიზაინს უფრო ხშირად გიკვეთავენ, შეიძლება ეს ძალიან განსხვავდებოდეს, თუმცა მაგალითად რომ ვისაუბროთ თუნდაც ფერებზე, რა არის ყველაზე აქტუალური. ამ ეტაპისთვის, ესე იგი, მოთხოვნად მოდელებს და ფერებს რაც შეეხება, პირველ რიგში დიზაინის ნაწილში უფრო მეტად მინიმალისტური დიზაინია, საკმაოდ ტრენდული თანამედროვე, ასე ვთქვათ, ავეჯის წარმოებაში. ფერებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში კლიენტის გემოვნებაზეა ეს დამოკიდებული, თუმცა ჩვენ და ჩვენი გამოცდილება სწორედ აქ, ასე ვთქვათ, იჩენს თავს და ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, რომ მივცეთ გარკვეული, ასე ვთქვათ, მითითებები, გარკვეული ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ თავარია, რომ საბოლოო პროდუქტი თავისი ფერების კომბინაციით და თავისი დიზაინით იყოს სრულყოფილი, არ იყოს, ასე ვთქვათ, გადამღლელი შესახედად.
და სწორად ანუ განსაზღვრა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ეხლა დაუშვათ წახვიდეთ და შეარჩიოთ რაღაც ფერი, ეს ფერი ძალიან მოგწონეთ, მაგრამ სხვა ფერების ან თუნდაც ინტერიერის ფერების დიზაინში ეს ნაკლებად ასე ვთქვათ შეთანხმებული იყოს. სწორედ ამ დროს გვადგება ეს წინასწარი დამუშავებული კომპიუტერული რენდერი, რადგან იქ უკვე კლიენტის შერჩეული ფერები რეალიზდება და საშუალება აქვთ რომ უბრალოდ ეს ნახონ და შეხედონ და შემდგომ მიიღოს ასე ვთქვათ გადაწყვეტილება. და ალბათ სივრცის აღქმის მხრივაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ შეიძლება დაუშვათ ცარიელ სივრცეს უყურებდე, კონდეს თავში რომ დაგეგმის რაღაც ეს ვარიანტები, მაგრამ აი საბოლოოდ უკვე ყველაფერი რომ შეიკრება და შეივსება და ერთად მოხდება ასე ვთქვათ ამათი გამაგება, თლად ისეთი არ გამოვიდეს. სწორედ ამ დროს ასე ვთქვათ ვუჩევთ ხოლმე კლიენტებს რა იქნება ასე ვთქვათ უფრო მეტად გამოყენებადი. და როგორც სარკეების საკმაოდ ზრდის სარკე გამოყენება. სივრცეს გააჩნია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ როდესაც ხდება ასე ვთქვათ პატარა სივრცეში გარკვეული დიზაინის შექმნა, არსებობს იქ საშუალებები, მაგალითად ღია ფერების გამოყენება, სარკეების გამოყენება, ეს საშუალებას აძლევს ინტერიერს, რომ უფრო ასე ვთქვათ ვიზუალურად გაიზარდოს. თუმცა გააჩნია არც ძალიან გადატვირთვა ღირს პირობითად ამ სარკეების და აქ გარკვეული კომპონენტები არსებობს, რაც უშუალოდ იმ კონკრეტული ადგილის შესაბამისად ხდება, ასე ვთქვათ, ამის. ამიტომ მნიშვნელოვანი რომ პროფესიონალებს მიმართოთ და ვკითხოთ რჩევა, რომლებიც ჯობია, იმიტომ რომ დაგეგმვის ნაწილში საკმაოდ ასე ვთქვათ, ბევრ რაღაცას ზოგავს ადამიანი იდეაში, იმიტომ რომ როდესაც დაუგეგმავად აკეთებ რაღაცას, შეიძლება რამოდენიმეჯერ მოგიწიოს შეცვლა, შეიძლება რამოდენიმეჯერ მოგიწიოს ერთ და იგივე სყიდვა, ამიტომ ამ შემთხვევაში ჯობია რომ უფრო მეტი დრო დახარჯონ ადამიანებმა და ზუსტად იცოდნენ რას აკეთებენ, ვიდრე დაიწყონ რაღაცის კეთება და შემდგომ მოუწიოთ ამათი გადაკეთება. ნავეჯი არის ისეთი რამ, რაც ხშირად არ იცვლება, ესე რომ ვთქვათ, და გჭირდება გრძელვადიანად და ამიტომ აქვს მნიშვნელოვანი იყოს ხარისხიანი, სწორად შერჩეული და ასე შემდეგ ეს ნამდვილად პირიქით გვეხმარება შემდგომ ფინანსების დაზოგვაში. გაქვთ თუ არა სხვადასხვა ტიპის აქციები და ფასდაკლებები? დიახ, ესე იგი ჩვენ თავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს სხვადასხვა აქციებს. ამ შემთხვევაში, როდესაც ხდება დაუშვათ შეკვეთის გაკეთება და ხდება ასე ვთქვათ მთელი სახლის დაპროექტება დიზაინის ნაწილში და შემდგომ დამზადების ნაწილში, ამ შემთხვევაში ვცდილობთ ხოლმე რომ მაქსიმალურად მოვუერგოთ კლიენტის სურვილებს და ასევე ფინანსურ ნაწილსაც და რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ამას ვაკეთებთ. როგორ შეუძლიათ დაგიკავშირდნენ ჩვენი მაყურებლები და სად მდებარეობს თქვენი საწარმო? ესე იგი, მაყურებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს Facebook გვერდზე, ჩვენს Facebook გვერდს ქვია ფუტონი. ასევე ჩვენი საწარმო მდებარეობს ზესაფონის 31 ნომერში, მეტრო გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ და ნახონ წარმოების პროცესიც და რა თქმა უნდა, შესაბამის ტელეფონის ნომერიც. და სამომავლო გეგმების შესახებაც რომ გვიამბოთ ბოლოს, აპირებთ თუ არა რაიმე სიახლის დამატებას? დიახ, გეგმები ასე ვთქვათ დიდი გვაქვს, თუმცა ვცდილობთ რომ ასე ვთქვათ ეტაპობრივად მივყვეთ ჩვენს საქმიანობას. გვინდა განსაზღვროთ კონკრეტული მოდელები და შევქმნათ ცალკე შოურუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩვენი შექმნილი პროდუქცია და სადაც როცა მომხმარებელი შევა და ნახავს ჩვენს გაკეთებულ პროდუქციას, ეს ამონება რომ ეს ქართული წარმოებაა. კი, ნამდვილად ყავს ძალიან გვიხარია, როდესაც ქართული წარმოების წარმომადგენელია ჩვენი გადაცემის სტუმარი და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ წარმოებაზე ხელშეწყობა. ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყავით, ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო. გისურვებთ ბევრ წარმატებას და კიდევ არაერთხელ გელით ჩვენ სტუდიაში. დიდი მადლობა. შენი სახლის პარტნიორია საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია. გადაცემის პარტნიორია ვიფროფერტის ჯორჯია კომპანია, რომელიც გთავაზობთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას საუკეთესო პირობებით. ვაგრძელებთ ვიდეო განცხადებების ჩვენებას. იყიდება ბინა. ამ ბინის ღირებულება $185,000-ია. მდებარეობს მარშალგელოვანზე, ხოლო ფართობი 91 კვადრატული მეტრია. დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დამკვეთს. სარეკლამო სტუდია ზონა 38 გთავაზობთ უძრავი ქონების ფოტო-ვიდეო გადაღებას და რეკლამას სოციალურ ქსელში. გადასაღებად დაგვიკავშირდით.
იყიდება ბინა. ამ ბინის ღირებულება $160,000-ია. მდებარეობს პოლიტკოვსკაიაზე, ხოლო ფართობი 70 კვადრატული მეტრია. დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დამკვეთს. სარეკლამო სტუდია ზონა 38 გთავაზობთ უძრავი ქონების ფოტო-ვიდეო გადაღებას და რეკლამას სოციალურ ქსელში. გადასაღებად დაგვიკავშირდით. იყიდება ბინა. ამ ბინის ღირებულება $152,000-ია. მდებარეობს მარშალგელოვანზე, ხოლო ფართობი 70 კვადრატული მეტრია. დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დამკვეთს. სარეკლამო სტუდია ზონა 38 გთავაზობთ უძრავი ქონების ფოტო-ვიდეო გადაღებას და რეკლამას სოციალურ ქსელში. გადასაღებად დაგვიკავშირდით. არ დაგავიწყეთ, რომ წინ კიდევ ერთი მთავარი VIP კატეგორიის განცხადება გველის. მანამდე კი ჩვენს მეორე სტუმარს გავესაუბროთ. გადაცემის სტუმარია კომპანია ჯეოდორსის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი გიორგი გოგიბერიძე. გიორგი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. კომპანიის შესახებ რომ გვიამბოთ. კეთილი, კომპანია ჯეოდორს საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან აქტიურად ოპერირებს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე ვიმუშავეთ და საკმაოდ დიდი გამოცდილებას დავაგროვეთ და შესაბამისად დაფუძნების დღიდანვე ვართ ორიენტირებული მომხმარებლის შეთავაზოთ მაქსიმალურად უმაღლესი ხარისხის მასალა და ასევე იყოს, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა, იმიტომ რომ ვიყენებთ სახლისთვის შიდა ინტერიერში, სადაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. შესაბამისად, კომპანია არის საქართველოში, თამამად ვიძახით ამას, ერთ-ერთი პირველი, ვინც მომხმარებელს თავაზობს სრულ გარანტიას თავის ხარისხზე და მომსახურებაზე. თქვენ ახსენეთ, რომ ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კარების შერჩევის დროს და ნამდვილად ასია და თქვენ ვიცით თქვენი კარებები, რომ ნამდვილად გამოირჩევა თავისი ხარისხით. საინტერესო მომხმარებელს რა მასალის შერჩევა შეუძლიათ თქვენთან? მასალის მრავალფეროვნება გვაქვს და ამ შემთხვევაში მომხმარებლის სრულიად თავისუფალი არის, თავისი გემოვნებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაზე მოთხოვნადი არის ამ შემთხვევაში MDF-ის შეღებილი MDF-ის მასალა, რომლებიც მუშავდება ისპანური ორკომპონენტიანი გრუნტსაღებავით და გამოირჩევა ნესტგამძლეობით და ეკოლოგიური სისუფთავით. ასევე ნატურალური ანათალით დამზადებული დაშმული MDF-ის კარი, რომლებიც მუშავდება იტალიური გრუნტის საღებავით და ლაკით, რომელიც ასევე გამოირჩევა ეკოლოგიური სისუფთავით და ნესტის მიმართ მდგრადობით. საინტერესოა, თქვენ გაქვთ ადგილობრივი წარმოება თუ გაქვთ იმპორტული კარებიც? დიახ, იმპორტული კარებები არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ ადგილზე დამზადებული კარებები, რომლებიც ბევრად უკეთესი ხარისხის არის ვიდრე შემოტანილი და ამ შემთხვევაში მომხმარებელსაც ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ თავიანთი დიზაინით მოვიდნენ ჩვენთან და მაქსიმალურად მოკლეს დროში დავამზადოთ შესაბამისი გემოვნებით კარებები. არ შემიძლია არ გკითხოთ ფერების და არჩევანის სიმრავლის შესახებაც, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ძალიან ფართო ასორტიმენტი შეუძლიათ
მომხმარებლებმა რომ ნახონ თქვენს კატალოგში. დიახ, გვაქვს საშუალება დავამზადოთ ნებისმიერი ფერის, სტილის და ზომის კარები, ამ მხრივ მომხმარებელზე სრულიად ვართ მორგებული და არჩევანის იძლევა იმის საშუალებას, რომ მომხმარებელმა თავიანთი გემოვნებით ნებისმიერი სტილის, ზომის და ფერის კარი შეარჩიოს და პლუს გვაქვს დამატებითი ბენეფიტი, რომ ჩვენი მხრიდან კომპანიის წარმომადგენელი მივათ ამ კვეთთან და დაიხმარება ზომების აღებაში, დიზაინის შერჩევაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა დამკვეთისთვის, ფარდება უმოკლეს დროში. გიორგი, რა უნდა გავითვალისწინოთ კარების შერჩევის დროს? კარების შერჩევის შემთხვევაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჩვენი არჩევანი იყოს არა მარტო ესთეტიკური, არამედ დროშიც და პერიოდშიც გრძელვადიანი და გამომდინარე. პირველი აუცილებელია სწორი მასალის შერჩევა და ამ შემთხვევაში ჩვენი კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენს მასალაზე და ხარისხზე. ასევე არის დანიშნულება, თუ რა დანიშნულებით უნდა შევარჩიოთ კარი, მაგალითად, შიდა ინტერიერის შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს შიდა სივრცეს და უნდა დაისვას დიზაინის ბალანსი. გარდა ამისა, სველი წერტილის შემთხვევაში უნდა იყოს მდგრადი ნესტის მიმართ. თუ შეგვიძლია ვთქვათ, რა ტიპის კარებზე მაინც დღესდღეობით ყველაზე დიდი მოთხოვნა? ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ხის მასალის კარებებზე, რომლებიც გამოირჩევა ბუნებრივი სილამაზით და ასევე თბოიზოლაციით და ხმის იზოლაციით. გვაქვს ასევე მოთხოვნაში MDF-ის კარები, რომლებიც შედარებით ბიუჯეტურია და ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის ასევე მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას იძლევა და თანამედროვე ინტერიერშიც ხშირად გამოიყენება მინიანი კარები, რომელიც სივრცეს მეტ ელეგანტურობას და გამჭირვებას სცემს. საფასო სეგმენტის შესახებაც რომ ვისაუბროთ, გაქვთ თუ არა სხვადასხვა აქციები, ფასდაკლებები და ასე შემდეგ. მომხმარებელს თავაზე სხვადასხვა ფასის სეგმენტის კარს, რომელშიც შედის ასევე მონტაჟის და ზომების აღების ღირებულება, რაც მომხმარებლისთვის არის უფრო კომფორტული, რომ კონკრეტულად განსაზღვროს თავისი ბიუჯეტი თუ როგორი სტილის, როგორი ზომის კარები დაჭირდება თქვათ მას და რა ბიუჯეტში ჩაჯდება. აქციებს რაც შეეხება, გქონდა 25 წლის იანვარში ძალიან კარგი აქცია, 25%-იანი ფასდაკლება გქონდა თითქმის ყველა შეკვეთაზე აბსოლუტურად და მომხმარებელს ძალიან დიდ შეღავას ვაძლევთ ამ მხრივ. მიმდინარე პერიოდში გეგმავთ აქციებს, რა თქმა უნდა, რომლებიც აუცილებლად გამოქვეყნდება ჩვენს Facebook გვერდზე, ოფიციალურ Geodors-ის Facebook გვერდზე და მომხმარებელს შეუძლიათ გაიცნოს სიახლეებს, ასევე დაათვალიერონ ჩვენი პროდუქციების მრავალფეროვანი არჩევანი. და ისაც შეიძლება რომ მოგმართოთ მომხმარებელმა ცალ დაგიკავშირდნენ. ჩვენს საკონტაქტო ნომერზე შეუძლიათ დაგიკავშირდნენ, რომელიც არის მითითებული ჩვენს სოციალურ ქსელშიც და ასევე შეგვიძლია პირდაპირ სოციალურ ქსელშიც მოგმართონ და თავიდან ბოლომდე მომსახურებით. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყავით. ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო ჩვენი მაყურებლისთვის და კვლავ არაერთხელ გელოდებით ჩვენს სტუდიაში. პირიქით უღმესი მადლობა მოწვევისთვის. ახლა კი ვიფრობთ ჯორჯია, წარმოგიდგენთ VIP კატეგორიის განცხადებას. ეს აპარტამენტები ქირავდება. მდებარეობს ძველ თბილისში, თუმანიანის ქუჩაზე. დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დამკვეთს. სარეკლამო სტუდია ზონა 38 გთავაზობთ უძრავი ქონების ფოტო-ვიდეო გადაღებას და რეკლამას სოციალურ ქსელში. გადასაღებად დაგვიკავშირდით.
ამით ჩვენი გადაცემა დასრულდა. ზუსტად ერთ კვირაში გადაცემა შენი სახლი ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი თემით, რუბრიკით და რაც თავარია საინტერესო სტუმრებით დაგიბრუნდებათ. ნახვამდის.